მოგესალმებით რუსუდან პირველ რიგში გილოცავთ ჩობა ახალწელს მე ასევე პირველად გილოცავთ, ვარ ამ მადლობა. წელს თქვენს ეთერში და მინდა ჩემ თანამოქალაქეებს მიულოცა და უსურვო წელსშვილებები ქვეყნისთვის რომელიც იქნება დემოკრატიული ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული და ევროპული ცივილიზებული ოჯახის წევრობის გზაზე შემდგარი მე იმედი მაქვს რომ წელს ასეთი წელი გვექნება ცვლილებების რაც შეეხება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვენეციის კომისიის მუშაობის პრინციპი არის ჩემთვის ძალიან კარგად ცნობილი მე ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი 2012-2019 წლების მანძილზე და მათ შორის ვიყავი ვენეციის კომისიაში ვენეციის კომისიის წევრი როგორც დემოკრატიული არჩევნების მიმართულებით ეს არის ევროპის საბჭოს სტრუქტურა და ვიცი ძალიან კარგად როგორ მუშაობს ეს კომისია ეს არის მაყურებელმა რომ უფრო მეტი იცოდეს პროფესიონალთა გუნდი მაღალი დონის ექსპერტები რომლებიც სამართლის სფეროში და სხვა სფეროში რომელიც სამართლებრივ დასკვნებზე მუშაობს გაერთიანებულია ამ ფორმატში იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს კანონმდებლობის ანალიზი შესთავაზოს, იმისთვის, რომ ეს კანონმდებლობა არ იყოს აცდენილი და იმისთვის, რომ ჰარმონიზებული იყოს წევრი ქვეყნების კანონები იმ კანონებთან, რომელსაც ევროპის საბჭო საერთაშორისო სამართლის სახით იღებს. აი ეს უნდა ესმოდეს დღეს ყველას ვინც ფიქრობს რომ არაუშავს მერე რა მოხდა და სრულიად განსხვავებულია კონტექსტი ამერიკის შეერთებული შტატების და განსხვავებულია კონტექსტი საქართველოს და რატო არის განსხვავებული იმიტომ რომ ჩვენ წევრი ვართ ევროპის საბჭოს და სხვა მხრივაც ევროპის საბჭოს წევრი არ არის მნიშვნელოვანი ასეთი მნიშვნელოვანი არ იყოს ამერიკისთვის ბუნებრივია საქართველოსთვის სადაც კანონის უზენაესობა ასეთ მდგომარეობაშია ბუნებრივია საერთაშორისო ექსპერტული ანალიზები ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკას როგორ შეიძლება აქ შევიდარ ხო ამერიკის შეერთებული შტატებიც ერთ-ერთი არ არის წევრი ევროპის საბჭოს ის ამ კომისიაში სხვა სტატუსით არის მაგრამ ჩვენთვის როგორც წევრი სახელმწიფოსთვის და ერთადერთი ორგანიზაცია თქვენ ზუსტად თქვით რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭო არის ერთადერთი ორგანიზაცია ევროპული ფორმატის რომელშიც ჩვენ ვართ გაწევრიანებული უკვე და ვართ ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა ეს იმას ნიშნავს რომ ვალდებულია საქართველო გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები რომელსაც აძლევს ევროპული საბჭოს სტრუქტურა როგორიც არის ვენეციის კომისია და ეს ვალდებულება ნიშნავს იმას რომ ჩვენი კანონები ადამიანის უფლებების სტანდარტით იყოს დემოკრატიული თანამედროვე ცივილიზებული და არა რუსეთის მსგავსი და ის რაც ახლა ხდება ბოლო პერიოდში რომელმაც ალბათ მართლაც გააოგნა ვენეციის კომისია თავისი ანტიდემოკრატიულობი და ყველა პროცედურული სტანდარტის დარღვევით ის კანონები რომელსაც ზედიზედ იღებს საქართველოს პარლამენტი დაწყებული აგენტების კანონით გამჭვირვალობის თითქოს მოტივაციით გრანტების კანონით მაუწყებლის კანონში ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანებების კანონში ცვლილებები და ამას დაემატა შემდეგ ფარას კანონი ხო რომელიც მიიღეს და ისე მიიღეს რომ ვენეციის კომისიამ ყველა მათგანზე დასკვნა რომ გამოაკვეთნა ერთის მხრივ წერს რომ პროცედურული ნაწილი ხო საერთოდ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იმიტომ რომ არ ხდება განხილვა არ ხდება და ჩართვა სამოქალაქო სექტორის პოლიტიკური პარტიების ამავე დროს არღვევს უმნიშვნელოვანეს რამდენიმე პრინციპს რომ არც მიზანია დამაჯერებელი და არ ეთანხმება იმ მიზანს რაც წერია ამ განმარტებით ბარათებში ვენეციის კომისია არც პროპორციულია, იმიტომ რომ სანქციები არის გამაოგნებელი. აი მაგალითად ფარას კანონში რომ ჩაწერეს, რომ განცხადებების მიუწოდებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 5 წლამდე. გამაოგნებელი ამაზე წერს, რომ ეს არ არის პროპორციული. ყველა კანონს აკრიტიკებს და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, სადაც ჩვენც ვართ მართლმსაჯულების სახლის სახელით საჩივრის ავტორი, რამდენიმე ორგანიზაცია იცით თქვენ, რომელმაც შეიტანა გამჭვირვალობის აგენტების ეგრეთ წოდებული აგენტების კანონზე
საჩივარი მას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რომ გაეჩერებინა ეს სახიფათო კანონი და მისი მოქმედება ვენეციის კომისია მესამე მხარეც არის ჩართული. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად დიდია ინტერესი ევროპული საბჭოს მხრიდან, რომ მისი წევრი ქვეყანა არ ამოვარდეს ამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან, რომ მის დასკვნას იქაც აგვანის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არათუ რაღაც ცვლილებებს კონკრეტულ კანონებში, არამედ პირდაპირ გაუქმების მოთხოვნაც არის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა რაც ნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ უგულებელყო ყველა საერთაშორისო ამ ექსპერტთა დასკვნა და განცხადებები ასევე ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ არ დაელოდებიან პარტიების აკრძალვის კანონის შესახებ სამართლებრივ შეფასებას, რაც მარტში იქნება ეს პროცესი ალბათ წარიმართება ამ დასკვნის გვერდისავლით. მაგრამ მე მინდა გკითხოთ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ პარტიების აკრძალვის გეგმა როცა ქართულმა ოცნებამ გაახმოვანა პასეს თანამომხსენებლები პირდაპირ ამბობდნენ რომ თუ საქართველოში ოპოზიციის გაუქმება თუ პარტიების აკრძალვა მოხდება ეს იქნება წევრობასთან შეუთავსებელი. ანუ ეს არის მკაფიო გაფრთხილება რომ აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს რაღაც ელემენტარულ მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს რომ იყოს ევროსაბჭოს წევრი. პროცესი აქეთკენ მიდის, იმიტომ რომ აი ძალიან საგულისხმო იყო მაგალითად შალვა პაპუაშვილი აი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან რომ გამოჩნდა პირველი კითხვა დაისვა სწორედ ვენეციის კომისიაზე და პირველად ჩანდა რომ განზრახ გამოჩნდა ის მედიასთან იმისთვის რომ ამ თემაზე ესაუბრა და ის გამორჩეულია ოცნების ლიდერებში ვინც ევროპას აკრიტიკებს და აი ამ ნარატივით ასე ვთქვათ გვთავაზობს მის პოზიციას. პროცესი აქეთკენ მიდის და რამდენად შეიძლება ეს საყურადღებო იყოს წინასწარ. კი, ძალიან სახიფათოა ეს ტენდენცია, არათუ აქეთკენ მიდის, არც მალავენ, რომ არ მოწონთ, არ ეკომფორტულებად და ეხლა ეს არის ბოლო ალბათ წინაღობა, რომელიც მათ გზაზე ეღობება, იმიტომ რომ ხო გაახსოვთ და გვახსოვს ყველას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში პირველად გაჩნდა ტერმინი პოლიტიკური პატიმრები საქართველოში, რომლის გათავისუფლება მოითხოვა ევროპის საბჭომ. ასევე ძალიან კარგად გვახსოვს, რომ კონკრეტული თარიღიც კი დაასახელა, როდესაც ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღო ქართულ ოცნებას და არც ეს მოთხოვნები არ შესრულდა. ამის აპასუხოდ გახსოვთ დემონსტრაციულად, როცა დემარში მოაწყვეს, საერთოდ დელეგაციაც კი არ დაუშვა ევროპის საბჭომ ასამბლეის სამუშაო ფორმატში, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. და ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონიტორინგის ქვეშ არის. მას აქვს ვალდებულებები, რომელსაც მუდმივად ამოწმებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს ისეთი შოკის მომგვრელი რეაქცია იყო ოცნების მხრიდან და მის დელეგაცია წულკიანის განცხადებები ხო გახსოვთ, რომ თითქოს დაუნდოდათ რომ დაესწროთ ასამბლეის გადაწყვეტილებისთვის, არა და ასამბლეამ გამკაფიო თქვა, რომ არ ცნობთ ამ დელეგაციის ესე იწყება საერთოდ ახალი დელეგაციები და არჩევნების თვითონ შედეგები იმდენად არ იყო დამაჯერებელი ევროპული საბჭოსთვის და ეს დემოკრატიული არჩევნების საბჭო კიდე ცალკე აქვს, რომელიც მე ვახსენე, რომ არ მიიღო ეს შედეგები და კონკრეტული ვადა დაუწესა, რომელიც დაარღვია ქართულმა ოცნებამ. ეხლა ეს არის რაღაც აი ცივი ომის პირობებში მყოფი ქართული ოცნება ევროპის საბჭოსთან. უბრალოდ კი ჩანს აშკარად, რომ მათ უნდათ ყველა საერთაშორისო ფორმატიდან გამოსვლა, რომ სრულიად იზოლაციაში მოექცნენ, იმიტომ რომ ჩაიკეტონ შიგნით აღარსად აღარ უშვებენ და ფიქრობენ, რომ აი ასე თითქოს შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ცივილიზებული ოჯახის წევრობიდან ქართული ოცნება შეიძლება საკუთარ თავს აყენებდეს იზოლაციის მდგომარეობაში, მაგრამ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ვერ დააკარგინებს, ხა ამის უფლებას არავინ არ მისცემს. ამიტომაც ის რომ პაპუაშვილს ეს როლი აქვს, რომ დადგეს ტრიბუნასთან და ყოველ დღე დუელში გამოიწვიოს ცივილიზებული სამყარო, ეს მას აყენებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. კი, ქვეყანასაც აზიანებს, მაგრამ მეორეს მხრივ მე მგონი მოქალაქეების კიდევ უფრო დიდი მასშტაბით
ჩართვა ხდება საკუთარი ქვეყნის და მომავლის დაცვის ბრძოლის პროცესში. კი იმიტომ რომ ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ უბრალოდ ამის დაშვება არის შეუძლებელი. კი ბატონო, და ბოლოს კითხავთ, მოკლედ მაინც მაინტერესებს, ბოლოს ჩვენ როცა ვსაუბრობდით, თქვენ საუბრობდით პროცესზე, რომელშიც ჩართულია სალომე ზურაბიშვილი, რომ საუბრობდით პლატფორმის განახლებაზე, რომ ახალი ჯგუფების ჩართვაზე, მათ კოორდინაციაზე და ამ პროცესში საუბრობდით სალომე ზურაბიშვილის როლზე. აი ეს პროცესი რა ეტაპზეა? ინფორმაცია მოგვაწოდეთ და დაგემშვიდობებით. მოკლედ გეტყვით, დიახ, რომ ეს პროცესია, ანუ ეს არის მიმდინარე სამუშაო და საჭირო პროცესი თავისთავად, ანუ ფორმატი, რომელიც გულისხმობს, რომ თემატურად განათლების თემაზე, მართლმსაჯულების თემაზე, სხვა მიმართულებით, საგარეო მიმართულების კუთხით, რომ არსებობდეს პროფესიონალთა ჯგუფები, რომელთაც ექნებათ მომავლის ხედვა, აი რა უნდა შეიცვალოს რითი, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც ამ პროცესში გრძელვადიანად იქნებიან ჩართულები. ეს სამუშაო ფორმატები არსებობს, ეს განახლების პროცესი მიმდინარეობს პარალელურად იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებ და ეხლა მე თვითონ ამ პროცესში უფრო მართლმსაჯულების კუთხით ვარ ჩართული, ასე რომ ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს და გამოკვეთს მომავლის რაღაც ალტერნატიულ ჯგუფს ადამიანებისას, რომლებიც აუცილებლად საჭირო იქნებიან ხვალინდელ, ზეგინდელ, ანუ მომავლის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა მივიდეს ლოგიკურ, ფინალურ, კარგ შედეგამდე. ეს ჩვენ პარალელურად უნდა ვაკეთოთ, ეს არის მომზადება იმისთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გარდაუვალია, მაინც დაინიშნება, მას შეხვდეს ეს პლატფორმა განახლებული შესაძლებლობებით და შეხვდეს მზად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ეკა ბესელიას, მართლმსაჯულების